და მოგესალმებით მეგობრებო, ეს ვიდეო მინდოდა რომ დამედოთ დახურულ არხზე ნიკოს ვანიცე.com-ზე. მაგრამ გადავიფიქრე და ამიტომაც ვდებ ღია არხზე გაწევრიანდით იქ თუ გაინტერესებთ რეალურად მაგარი სკილები რაც გამოგადგებათ მომენტალურად. ესე იგი, როგორ უნდა წაიკითხოს სწრაფად და თან ეფექტურად. ეს ისეთი რამეა, რომელთაც დავინტერესდი 20-იანი წლების დასაწყისში და ამან მართლა ჩემი ცხოვრება გააუმჯობესა კითხვის მხრივ, გააზრების მხრივ და ასე შემდეგ. ამაზე მეთქმის სიტყვა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი ფლექსი ის არის და იმით ვარ ცნობილი, რომ ურთულესი წიგნები მაქვს წაკითხული, გაანალიზებული, დამახსოვრებული და ასე შემდეგ. ლექციებიც კი მინდავს ეგეთ რთულ წიგნებზე დახურულ არხზე. ეს ერთ-ერთი არის ბიბლია, რომელიც ნამდვილად რთული არის, იმიტომ რომ ეს წიგნი არ არის რა, რომ წაიკითხე და მორჩა და იმახსოვრე, არა. ხშირად გიწევს რომ გაანალიზო კულტურული კონტექსტი, ხშირად გიწევს რომ სიტყვები თარგმნო, შეადარო, სხვადასხვა გვერდები და სხვადასხვა მუხლები და ასე შემდეგ. მოკლედ, ბიბლია რომ ადამიანმა წაიკითხო, გაიაზრო და თან ანალიზითაც დაკავდე, ტექსტუალური ანალიზი ცალკე ღმერთო ჩემო. ეს არის ურთულესი, რომ რამე ბიბლიის ორი ლექციაც დევს დახურულ არხზე, ერთი არის ცოტა ისეთი რაც კონტენტს ეხება, მეორე არის ძალიან ისეთი კრიტიკული ანალიზი თავად ტექსტის, ბერძნული ტექსტის, რაც ახალი აღთქმა არის. თუ გაინტერესებთ გაწევრიანდით. ხო და ბევრი წიგნი არის მართლა რთული, რომელიც წავიკითხე, გავიაზრე და სხვადასხვა მეთოდები არსებობს, ამიტომ დამიჯერეთ. ამას გიზიარებთ საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი შეცდომებით, საკუთარი იმით, საკუთარი ამით. ესე იგი, დავიწყოთ მარტივით. როგორ უნდა გახდე უფრო სწრაფი მკითხველი და რაში გჭირდება ეს? და ეგ ყურადღებით მინდა რომ მომისმინო. პირველ რიგში სწრაფად კითხვა გჭირდება. ბუნებრივი კითხვის სიჩქარე შენი იქნება ალბათ 240 სიტყვა წუთში. რაც ძალიან ცოტა არის. ეგ არის თორცების სტანდარტი, ეგ მაგ სიჩქარით კითხულობენ. შევეხებით მაგას ეგ როგორ უნდა შეამოწმო, მთელი ამბები არ არის პრობლემა. ხო და არის სწრაფად კითხვა და ასევე არის გააზრება. გინდა რომ იმისავით იყოს, ანგირო გამოდის იქ რაღაცა შოუში და არ გინდა ეგ. მაგრამ გინდა რომ ეგრე იკითხო, გასწავლი მაგასაც. მაგრამ თან რო გაიაზრო. ხო და სწრაფად კითხვა რატომ არის საჭირო? ეს გამოგადგება ონლაინში. მაგალითად, შეხვედი რამე საიტზე, ხო, არ ვიცი. იმედი, ალტინფო, მთავარი არხი, ფორმულა, სადმე, კითხულობ რამე სტატიას. ნიშნულოვანია, რომ სწრაფად წაიკითხო, გაიაზრო და შემდეგ სხვა წაიკითხო და ასე შემდეგ. დიდ დროს დაზოგავ, მე ძალიან დიდი დრო დავზოგე, დღემდე ვიყენებ, ანუ. ეგ ერთი, გამოგადგება ეგ ლიტერატურისთვის, გააჩნია ლიტერატურას. ბიბლიას როცა ეხება საქმე, აქ არ არის ბევრი ისეთი ნაწილი და ბევრი ისეთი წიგნი, რომელიც ეგრე უნდა დაასფიდრანო და წაიკითხო, თუმცა რატომაც არა, გააჩნია რა მიზანი გაქვს, გააჩნია რისთვის კითხულობ. პირველად თუ კითხულობ კი, რაც მალე წაიკითხავ, მით უკეთესი. მაგრამ ბიბლია ერთხელ არ უნდა წაიკითხო, მაგრამ პირველად როცა კითხულობ, კარგი იქნება თუ სწრაფად წაიკითხე და თუნდაც წაკითხulis თითო გვერდი რო ავიღოთ მაგალითად აი წუთი რო ავიღოთ, აი წუთი კითხვის რაღაცა კონკრეტული სიჩქარით. მაგისი თუნდაც 60% რო გაიაზრო, comprehension-ი რო გქონდეს, უკვე გადასარევი არის. მეტი არ სჭირდება, ხო და დამოკიდებულია რა სწავლობ, ეხლა ფიზიკას თუ სწავლობ და რამე ძალიან ისეთ მათემატიკასთან ასოცირებულს, ხო ეხლა მანდ სხვა მეთოდები გამოგადგება, რასაც ასევე ვისაუბრებ. ეს მარტო სწრაფად კითხვაზე არ არის, ეფექტურად კითხვაზეც არის. ხო და მოკლედ, სწრაფად კითხვა არის საჭირო. მე მაგალითად იქ სიმპოზიუმებს ვამზადებ, ხშირად ვარევიუებ სხვადასხვა კვლევებს, წიგნებს, რა ჯანდაბას აღარ. და მნიშვნელოვანია რა, რომ ეხლა არ მაქვს ფუფუნება, რომ ერთი კვირა ფეხი ფეხზე გადავიდო და ვიკითხო, ხო? ჯერ ერთი უნდა ამოვიცნო წიგნის რა ნაწილი არის საინტერესო, რა ნაწილის გამოტოვება არ მომაკლებს კონტექსტს და ის კონკრეტული ნაწილი როგორ უნდა წავიკითხო სწრაფად და თან როგორ უნდა ამოვიღო მაქედან ის რაზეც შემდეგ ვისაუბრებ. ხო და აი მივყვეთ უკვე მეთოდოლოგიას და ეტაპობრივად რა. ესე იგი, ავიღოთ წიგნი, ამ შემთხვევაში ბიბლია ავიღე, იმიტომ რომ მაინც ბიბლია მართლა რთული არის, თუ გინდა რომ წაიკითხო და გაიაზრო. ავიღოთ
პირველ რიგში ის უნდა გააკეთო, რაც მასწავლებელმა აგიკრძალა და ეგ რა არის? იღებ კალამს, შეიძლება თითი იყოს, მაგრამ კალამი უკეთესი არის. და იწყებ კითხვას, ხო? პირველი სიტყვის დაბლა, ხო, მოათავსე კალამი და ერთი სიჩქარით უნდა გაატარო. ძალიან სწრაფად გაატარებ თუ ძალიან ნელა, ეგ შენზე არის დამოკიდებული, მაგრამ სჯობს რომ საშუალო სიჩქარით გაატარო და ეგ სიჩქარე უნდა იყოს თანმიმდევრული მთელ გვერდზე. აი მაგალითად ესეთი სიჩქარე რო აიღო. აი ეს. ეხლა ნახე, უბრალოდ კალამის გამოყენებით რო აიღო კალამი დადო ქვემოთ და ესე გაატარო. უკვე გემატება მნიშვნელოვანი სიჩქარე. არ გჯერა დატესტე. როგორ უნდა დატესტო გასწავლი. მაგრამ მხოლოდ აი ეს დებილური ფაქტი რომ აიღე კალამი ან რაჯანდაბაც გინდა და სიტყვის ქვემოთ და ესე ატარებ თანმიმდევრული სიჩქარით, რა თქმა უნდა, უკვე სიჩქარეს გიწევს. პოტენციურად არ ვიცი 50 სიტყვით ყველაზე ნაკლები 50 სიტყვით წუთში. 50-ით მეც კითხულობ. თუ კითხულობდი 250-ს ბუნებრივად, ამ მეთოდის გამოყენებით უკვე კითხულობ 50 სიტყვით მეც. და ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივად შემოწმებოდი. შეგიძლია რომ გადაამოწმო დარწმუნდები. ეს ერთი. ამიტომ ხო მასწავლებელი მეც მიშლიდა ბავშვობაში რომ არ შეიძლება თითით დებილები კითხულობენ. თითით არ შეიძლება, არადა თითით წაკითხვა ბევრად უკეთესი არის. მით უმეტეს თუ წიგნი გიდევს. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი არის ძალიან ისეთი ბაყაყისებრი არსება რა, რამე თუ არ მოძრაობს, მისი დანახვა ადამიანს უჭირს. ამას რითი ვინაზღაურებთ? იმით რომ გული გვიცემს რამე რუმე და მაინც არის პატარა მოძრაობა. მაგრამ წიგნი როცა დევს, არ მოძრაობს და ესე უყურებ და უნდა წაიკითხო, კი შეიძლება წაიკითხო, მაგრამ დიდი ალბათობით მალევე დაიღლები, მით უმეტეს ეს ის გჭირს. მე რა მჭირს ხო? სხვებს ჭირთ. TikTok-ის brain rot-ი, მაგის გამო კონცენტრაციის ყურა, კონცენტრაციის პრობლემა, მთელი ამბები და ისედაც რა, წიგნი დამტკიცებულია სუფთა ნევროლოგიურად, რომ არ შეიძლება თუ გინდა რომ დიდხანს წაიკითხო და ეფექტურად წაიკითხო, რომ სტატიკურად იდოს. ამიტომ კარგი არის ჯერ ერთი ხელში რო გეკავოს. მოძრაობა უნდა იყოს. პატარა მოძრაობა თუ არ არის, უკვე აი ეს გემართება თვალებში სიტყვების ზემოთ, მოძრაობა არის. მაგრამ არ არის საჭირო რომ ესე ხელში გეკავს. დადე და უბრალოდ გამოიყენე კალამი. ეს ერთი ჩავიწეროთ. კალამის გამოიყენე კალამი ან ფანქარი. ან რაც გინდა, შეგიძლია შეიძინო რამე თითი. ეგეთი ისინი არის რა რკინის. ესე შეგიძლია რომ მთავარი არის რომ თან მიმდევრულად. ეხლა ნახე, პირველივეზე აი ესე რომ გააკეთებ და სწრაფად წაიკითხავ, ეფექტური იქნება? კი, უფრო მეტ სიტყვას წაიკითხავ, მეც გაიაზრებ? არა. მაგისთვის საჭირო არის პრაქტიკა. მაგისთვის საჭირო არის მინიმუმ 1 კვირა ამისი პრაქტიკა. რომ სიჩქარე, რომელზეც ახვედი, მაგალითად 250-დან წარმოიდგინე რომ ახვიდე 350-ზე. მე ჩემი რეკორდი პირადი იყო 520, 550, სადღაც ეგრე. მაგრამ ეგ ბოლოს როდის შევამოწმე, არ ვიცი ალბათ 4 წლის წინ სადღაც. ახლა ყველა ვარიანტში დავარდნილი მექნება სადღაც 450-ზე. და ესეც უკვე ბევრი არის. უკვე 99.9%-ზე მეტი სიჩქარე მაქვს ადამიანები რომ ავიღოთ და თან გააზრებაც დახვეწილი მაქვს. რა არის მნიშვნელოვანი რომ წაიკითხე სწრაფად ახალი სიჩქარით. ვაუ, რა მაგარია რამე რუმე და მე აღმოაჩინე რომ ვერ დამამახსოვრდა, ვერ გავიაზრე. მნიშვნელოვანია რომ გააზრება ამაღლდეს. მაგას მხოლოდ პრაქტიკა შველის, სხვა არაფერი. და გააზრება რომ გქონდეს თუნდაც არ ვიცი 70%-ზე უკვე კარგი არის, უკვე კარგია. და 60%-ზე ასვლა ერთ კვირაში არის გადასარევი შედეგი. მართლა გადასარევი. შემდეგ ახლა მეორე მეთოდი, რომელიც უნდა ახლდეს პირველ მეთოდს. იმიტომ რომ რეალურად აი ახლა რასაც გასწავლით, აი ამ ორის კომბინირება არის ის, რაც უბრალოდ გაგხდის, არ ვიცი, აი
ხო არის რაღაცა ის ეძალები რო არის, ზებუნებრივი ძალები, რაც შეიძლება რომ ადამიანს გქონდეს, რაც არ მოითხოვს რამე ბუნების წესების, კანონების, პრინციპების დარღვევას, ხო? არის რა ეგეთი სკილები, მაგალითად კლავიატურაზე სწრაფად რო წერენ, წუთში 120 სიტყვა მაგალითად ეგ არის, ფენომენალური. დამახსოვრება, მეხსიერება, რომ შეგიძლია უცებ დაიმახსოვრო მთელი ფურცელი, აი ესე აქ სუციფრები რო იყოს. მე შემიძლია ეგ. წამებში. არ გჯერა? გაწევრიანდი დახურულ არხზე უკვე 2 ლექცია დევს ხოშიანი მაგ თემასთან დაკავშირებით და სერიოზულად ეგ მართლა ანუ შეცვლი შენს ცხოვრებას. მართლა ეგ მეხსიერების 2-ვე ლექცია რომ ნახო და გამოიყენო, ჩათვალე რომ შენი ცხოვრება უკვე პროცენტულად რო აიღო, ბევრად უკეთესი არის, ამიტომ დაფიქრდი გაწევრიანებაზე. მეორე მეთოდი არის სუბვოკალიზაცია. და ეგ რა ჯანდაბა არის რა? სუბვოკალიზაცია არის სწორედ ის, რაც დაგიგდებს რეალურად, აი ეს თითის გაყოლება და რამე ეგ არ არის, რაც გააზრებას დაგიგდებს. რა დაგიგდებს რეალურად გააზრებას? აი ეს არის, მაგრამ სიჩქარეს მოგიმატებს. სუბვოკალიზაცია, როცა სიტყვებს არ ამბობ, როცა სუბვოკალიზაცია არ გაქვს. იმიტომ რომ როცა კითხულობ, ხო, სიტყვებს, ტვინში ხმა გესმის მაინც, ხო? ან პირში ენით გრძნობ, რომ სიტყვას ამბობ. და თუნდაც ხმით არ გესმის, მაგრამ წარმოსახვითი ხმით გესმის რაღაცა ეგრე. ხვდებით ხო ალბათ? რაზეც არის საუბარი. ეგ არის სუბვოკალიზაცია, როცა ახმოვანებ შენს თავში ემას წაკითხულ სიტყვებს. ეგ უნდა შეწყვიტო, არ უნდა გაახმოვანო. როგორ? ნუ აი ეგ ისეთი რამე არის რა, რომ უნდა სცადო თავად. და რაღაც მომენტში წაიჭერ შენ თავს რომ ვაუ, აი ახლა წავიკითხე ეს მთელი ის ისე რომ სიტყვები არ მithქვამს. პრაქტიკა უნდა მაგას, მაგრამ პრინციპში ისეთი რამეა, რომ აი რო დაჯდები და დაკავდები 10 წუთშივე დაიჭერ რა მაგ მომენტს. გამოიყენე ეგ 2 მეთოდი რა, ანუ აიღებ კალამს, ესე კითხულობ და შეეცადე. აი უბრალოდ, აი პირველად ყავდები ხო, შეეცადე რომ სიტყვები არ გაახმოვანო თავში. შეეცადე, ამისთვის სიჩქარეს ადეკვატური, ძალიან სწრაფად არა, მაგრამ ჩვეულებრივად არა. ასე და აი ამით რომ დაკავდები მაქსიმუმ 10 წუთში ეგრევე დაიჭერ მომენტს, როცა მიხვდები რომ უი არ ვახმოვანებ. და შემდეგ უკვე გეცოდინება მაგ მდგომარეობაში როგორ შეხვიდე. ნუ აი არ არის რა ისეთი რამე ეს. აი ველოსიპედის ტარებასავით არის, ანუ ვერავინ ვერ გასწავლის. რა უნდა ქნა, როგორ უნდა გაატარო ველოსიპედი, ხო? და დაჯდე და ფეხები აქნიო, ხო და გეუბნები ამასაც რა, უნდა დაჯდე, თითი გაატარო და სიტყვები აი ეგრე რა. ესეთი რამე უნდა დაკავდე და მერე გამოვა. ეს 2 რამ უკვე დაგბუსტავს სერიოზულად. უკვე გახდები 99.9% ანუ ადამიანებზე სწრაფი მკითხველი. მაგრამ ვიმეორებ რა, აქ იმ მახეს არ უნდა წამოეგო რომ შეწირო გააზრების უნარი. comprehension-ი. ეგ არ უნდა შეწირო არანაირად და ახლა მინდა რომ ერთი საიტი გაჩვენოთ და გირჩიოთ უკვე რაზეც ვისაუბრეთ, აი ეს როგორ უნდა დააინტეგრიროთ. ესე იგი, ადრე წლების წინ როცა Android-ი მქონდა, მანდ იყო აპლიკაცია, უბრალოდ ვეძებდი აპლიკაციას, სადაც შემეძლებოდა რომ რამე წიგნი ჩამეგდო, EPUB-ი, ან mobile file-ი, ან PDF-ი და ეს აპლიკაცია რას აკეთებდა რა? რომ სიტყვებს აი ესე აშავებდა და ესე მიდიოდა რა, ეს შავი ხაზი. და ეგრე ვკითხულობდი სწრაფად, ფასიანი იყო, მაგრამ AFK თუ რაღაც დაქრექილი ვერსია გადმოწერე და უფასოდ იყო დარწმუნებული ვარ იპოვით ეგეთ პროგრამას iOS-ისთვისაც და ანუ Android-ისთვისაც. Android-ზე საერთოდ მარტივი არის, ანუ პრემიუმსაც კი დაქრეკავ. ხოლო iPhone-ზე დიდი ალბათობით ყიდვა მოგიწევს. მაგრამ ნუ ღირს, ამით თუ დაკავდი ღირს, იმიტომ რომ შეხედე, ჩააგდებ PDF ფაილს, Fast Reader, აი ეგრე მოძებნეთ App Store-ზე, Play Market-ზე, Fast Reader-ი, Reading Fast, აი ეს keyword-ები სხვადასხვანაირად ათამაშეთ და მიაგნებთ აპლიკაციას. აუცილებლად, იმიტომ რომ ახლა წლების წინ თუ იყო და ვიყენებდი, დღესაც იქნება, ხო? და თან მაგ აპლიკაციას ისიც მოყვება, რომ კი შენს ჩაგდებულ PDF-ზე ეგ არ არის, მაგრამ საკუთარი ტექსტები აქვს, რომელზეც გტესტავს
და ბოლოს გიმოწმებს, აბა გააზრების უნარი როგორ გაქვს. ამიტომ არ წამოეგოთ მაგას, იმიტომ რომ აი ახლა რაც გითხარით ამას რომ გააკეთებთ, ეგრევე თავი გეგონებათ სუპერმენები და ხართ კიდეც. მაგრამ თუ გინდა რომ ზე ადამიანიც იყო გაწევრიანდი დახურულ არხს, აი იქ ისეთები დაგხვდება რომ აღარ იქნები ჩვეულებრივი ადამიანი. ხო და გეგონება თავი ზე ადამიანი. მაგრამ მოდი მიწაზე დაგცემ ახლა ძალიან უხეშად. და შემოგთავაზებ ესეთ საიტს. როგორ ვიპოვე, ნუ უბრალოდ ჩავწერე Google-ში reading speed test. და ეს რა არის რა? ახლა აქ იდეაში ამოგვიგდებს ტექსტს, რომელიც უნდა წავიკითხოთ და რომ დავასრულებთ კითხვას, შემდეგ უნდა დავაჭიროთ ends, დასრულებას. შემდეგ ეს დაგვტესტავს. კითხვებს დასვამს, აბა სად წავიდა ჯონი? რა იყიდა მაღაზიაში, ბანანები თუ ვაშლები და სწორი პასუხები უნდა გასცე, რომ ამით შეამოწმო, რომ გააზრება რა დონეზე გაქვს. აი ტესტისთვის რა და ესეთი ბევრი საიტი არის ახლა. ეს არის swift.reading-speed-test, მაგრამ ნუ მილიონი წყარო არის. არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვიყენებ. Start test ხო მაგალითად. და აი ტექსტი არის. დოქტორი ასიმ საიდი 32 წლის შეასრულა 100 მეტი ოპერაცია და აი აქ შეხვალ ამ საიტზე და აბა კარგი რა არის აქ? ნუ მაუსი აი ეს ცუდი არის, აი ესეთი რამე რომ მოსდის. ხედავთ ალბათ, მაგრამ მაუსით შეიძლება რომ პრინციპში ქვემოთ გააყოლო. უკეთესია რა თქმა უნდა რომ ეს ტელეფონზე იყოს, იმიტომ რომ უფრო ბუნებრივი არის და წიგნზე უფრო ბუნებრივი, მაგრამ კომპიუტერითაც შეიძლება. და ნუ იდეა რა არის, რომ სუბვოკალიზაციის გარეშე, ანუ გახმოვანების გარეშე და თან ეს სწრაფად გაყოლებით, რომ ეს წაიკითხო, წკაპ წაიკითხე და ბოლოს აჭერ ტესტის დასრულება. და აი კითხვებიც მოდის და ეს მნიშვნელოვანია მართლა. მე დავუშვი ეგ შეცდომა და პირველი ერთი კვირა მეთქი ზეძალები მაქვს, მორჩა ის ვარ, სამყაროს მფლობელი. იმიტომ რომ წიგნი წავიკითხე პირდაპირ გაგებით, სერიოზული წიგნი პოლიტიკაზე იყო. სახელი დამოვიწყდა მოკლედ დიდი ხნის წინ იყო, წავიკითხე 2 საათში. წარმოვიდგინეთ. 2 საათში დავამთავრე წიგნი. ანუ ზესიჩქარით იყო, მაგრამ გავიგე რამე? არა. ამიტომ აი ამით ესეთი აპლიკაციებით და საიტებით დაჩეკავთ. აი რენდომზე მივუთითებ, სწორ პასუხებს და ეხლა რას გვიგდებს? Reading speed-ი რამდენი არის? 407. 407 სიტყვა წუთში, ეს არის WPM-ი. Words per minute. ეს მნიშვნელოვანი არის, ამით იჭერ რა სიჩქარე გაქვს. და გააზრების უნარი 25% გაიაზრე მხოლოდ წაკითხulis. აი ამით უნდა აკონტროლო. აი ისიც არის აგე slow reader-ი, ანუ ნელი მკითხველი არის 150 სიტყვა წუთში, საშუალო არის 250 სიტყვა წუთში, სწრაფი არის 400 და speed reader-ი არის 600-დან. ხო, მე 550 მქონდა და comprehension-ი, ანუ გააზრება საკმაოდ მაღალი. მაგრამ ეთყობა 600-დან არის რა, ზე ადამიანი. ნუ ჩემ დროს არა. ხო და გამოიყენეთ ესეთი საიტზეც გითხარით, აპლიკაციაზე უფრო სწორად, ერთი წამით. აპლიკაციაზეც გითხარით, როგორ უნდა მოიწიოთ, ჩაყრით PDF-ებს რა უფრო სწრაფად წაიკითხავთ. ეს ორი. ეხლა სერიოზულ რამეს კითხულობ, ხო? რაღაცა სერიოზული არის. ცხადია, ხო, რომ ეხლა ამ მეთოდს ყველაფერს ვერ მოარგებ. როგორც მოარგებ ნიუსებს ან რამე ისეთ მხატვრულ ლიტერატურას, ეგრე ვერ მოარგებ ყველაფერს. და ეგეც ყველა მხატვრულ ლიტერატურას ვერ მოარგებ და ასევე ყველა ნიუსს, იმიტომ რომ ზოგი ნიუსი ეკონომიკურია, სადაც სტატისტიკა უნდა გაიაზრო, ხო? მანდ გამოგადგება დამახსოვრების სკილები. ზემეხსიერების 2 ლექცია რო არის, ეგ რომ აიღოს დახურულ არხს ედევს და ამ მეთოდს დაუკომბინირო, ნუ მორჩა. მორჩა უკვე ფენომენალური ხარ, ანუ ჩვეულებრივი ადამიანი რო ავიღოთ, ან ცოტა უფრო ისეთიც რა, ეფექტური ადამიანი ასეთი იმაში, ეფექტური მკითხველი, კარგი მახსოვრობა ვისაც აქვს, უკვე მათზე ბევრად წინ ხარ, ანუ ჩვეულებრივს რო შევეშოთ.
ხო და ნუ უნდა წაიკითხო თუ არა, მე გეტყვით რომ კი, იმიტომ რომ ფილოსოფიასაც ეგრე ვუდგები მე. აი მაგალითად უნდა წავიკითხო რამე სერიოზული ფილოსოფიური პეიპერი, ხო? რაღაცა წელიწადში ერთხელ დავჩეკო, აბა ახალმა ფილოსოფოსებმა რა იმასქნეს, აბა. რა ხდება ფილი surveys-ზე და ასე შემდეგ. ხო და, ნუ აი ავიღე ნებისმიერი რამ. ნებისმიერი, ფიზიკა, მათემატიკა, ნუ ფიზიკა მე არ მეხება, მაგრამ ნებისმიერი. რას ვაკეთებ? მაინც პირველად როცა ვკითხულობ, სწრაფად ვკითხულობ. პირველად. რამეს გავიგებ? დიდად ვერაფერს, მაგრამ რატო? იმიტომ რომ მე როცა უკვე წავიკითხავ ჩვეულებრივად რომ გავიაზრო, უფრო მარტივად გავიაზრებ, ხვდებით? ამიტომ პრინციპში ყველაფერი, თითქმის ყველაფერი, პირველად როცა კითხულობ, კარგია თუ დასკროლავ ეგრე და წაიკითხავ არ ვიცი. ზესიჩქარით და შეგიძლია დაივიწყო საერთოდ ის რა ქვია. სუბლოკალიზაცია კი არა და გააზრება. მაინც მოქმედებს, მაინც ეფექტური არის. იმიტომ რომ უბრალოდ რომ დავიწყო კითხვა და ჩამოვედი, ხო? და ეხლა მეორედ უნდა წავიკითხო. რაღაცა ხო გავიგე? მაგრამ პირველად რომ წამეკითხა, არ ვიცი, აი მაგ სწრაფი სიჩქარით 15 წამში ან რაც არ უნდა იყოს. და მერე წამეკითხა, უფრო მეც გავიგებდი. მარტივად რომ თქვა, თუ ერთ გვერდზე უნდა ტვინი დავასხა მაგალითად 3-ჯერ, ასე აღარ მომიწევს 3-ჯერ. არამედ 2-ჯერ, ერთხელ, ნუ, სწრაფად, სუბლოკალიზაციის გარეშე, იმ ყველაფრის გარეშე და მეორედ ჩვეულებრივი სიჩქარით. და ეგრე დროს დავზოგე, უკეთესად გავიაზრე, არ გავუცხოვდი ტექსტთან, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტექსტს როცა კითხულობ ახალს, ხო? მით უმეტეს ისეთ თემაზე, რაშიც კარგად არ ერკვევი, ან რაც საერთოდ ახალია შენთვის, აი, რო იწყებ, არაფერი აზრს არ ქმნის. გაუცხოვება გაქვს რა, აი თითქმის მარქსისტული alienation-ი. მაგრამ როცა ჯერ სწრაფად წაიკითხე და მერე კითხულობ, ეგ გეხმარება რა, ანუ სერიოზული ბუსტი არის. ამიტომ ხო, ეს ორი რამ დააინტეგრირეთ და ახლა პრინციპში შეიძლება გადავიდეთ უკვე სხვა მეთოდებზე ეფექტური კითხვის და ასე შემდეგ. აი ეს ორი რამე არის თითის გაყოლება, გათიშეხმა, იმიტომ რომ სიტყვები თუ არ გაახმოვანე თავში, გამოიცანი რა, ბევრად სწრაფად კითხულობ, იმიტომ რომ მანდ მიდის დრო. სერიოზული დრო მიდის, როცა თავში ახმოვანებ სიტყვებს. ხო და ხო, რა მოდი გადავიდეთ ახლა უკვე ძალიან ისეთ ნაწილზე. პატარ-პატარა ხრიკები, როგორ გაიაზრო და ასე შემდეგ. და აქ პრინციპში ბევრი ის არ არის საჭირო, რამე უნიკალური სუბლოკალიზაცია, რამე ეგეთი განსაკუთრებული აქ რა არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ნოუთები. ნოუთები არის წმინდა. ნოუთები არის წმინდა, ეს სტიკერები არის, სადაც პატარა არ ჩანს, მაგრამ მიწერილი მაქვს რაღაცები. დიდი სტიკერებიც არის, sticky note-ები, როგორც ხედავთ. და ასევე არ მერიდება, რომ თვითონ აი ერთი წამით რომელიმე გვერდი რო ავიღო, თვითონ ფურცელზეც რომ რამე დავწერო, აი აქაც ქვემოთ წერია შეიძლება არ ჩანს, არც ეგ მერიდება. იმიტომ რომ წიგნი იმისთვის არის, რომ გამოგადგეს, ხო? ამიტომაც ნუ გერიდებათ, აქ საერთოდ აი თლიანი ფურცელი მაქვს დაწერილი, იმიტომ რომ აქ სიცარიელე იყო და ვისარგებლე, მაგრამ თვითონ აი აქ მარჯინებზე რამე რუმე თვითონ ტექსტის ქვემოთ, ტექსტის მონიშნა, ესე რომ მონიშ არ მოგერიდოთ, ეგ ყველაფერი მოქმედებს. ჯერ ერთი ეგ უფრო საინტერესოსაც ხდის კითხვის პროცესს, იმიტომ რომ ჩართული ხარ და ეგ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ Kindle მაგდონეზე არ არის ჯერ რომ ჩაანაცვლოს რეალური წიგნი, იმიტომ რომ რეალურ წიგნში თან რო წერ, ზოგადად გააზრებისთვის და რამე მნიშვნელოვანია წერაც და კითხვაც. და როცა წერ და როცა ის წერის იმას აყოლებ, უფრო უკეთესად იმახსოვრებ. ბევრად უკეთესად. ამიტომ ხო ეგ ნოუთები რაღაცა შეიძლება თავიდან დებილური იყოს. რამე ახალი საკითხი თუ არის შენთვის, არ ვიცი, დაიწყე ყველაზე დებილური ავიღოთ, არ ვიცი, გამრავლების ტაბულის წიგნი აიღე და სწავლობ გამრავლების ტაბულას, ხო? და ისეთი ელემენტარული რამე შეგიძლია მიაწერო 2 × 2 არის 4. ნუ ეს ძალიან დებილური. ნორმალურია ეგ, არა უშავს. მიაწერე, კაი?
sticky note-ებში ან იქვე მიაწერე, ან მოხაზე კი მომენტები და თითო გვერდზე უნდა შეკრა. ეგ არის მთელი ხიბლი რა, როგორც Feynman-მა რო თქვა, რომ ისე უნდა ისწავლო რამე გვერდი, ისე უნდა გაიასრო, რომ შეგეძლოს რომ პატარა ბავშვს აუხსნა. და აი მაგით ხვდები რამდენად კარგად ფლობ და რამდენად კარგად გაიასრე, რომ შეგიძლია პატარა ბავშვს აუხსნა? თორსები ამას ქვია Feynman-ის მეთოდი, Feynman-ის. Richard Feynman-ი, ხოშიანი კაცი იყო. ეგ ჩანქებად დაყოფა, მაგალითად დიდი ინფორმაცია არის, დაყავი რამოდენიმე ჩანქად, ბლოკებად 1 2 3. შემიძლია ახლა კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ, რამე random გვერდი ავიღოთ, მაგრამ მგონი retard-ი არავინ არ არის და ხვდებით რაზეც არის საუბარი. ეს ყველაფერი მოქმედებს. მაგრამ ეგეთი პრობლემა არსებობს, როგორიც არის ახალი სინაფსური კავშირები, რაც იქმნება დღეში 4. და რა არის? აი მაგ მომენტში თუ რამეს სწავლობ ან რამეს იაზრებ, სამუდამოდ დაგამახსოვრდება, ну სამუდამოდ არა, ნეირონები გვდებიან, წყდება ეს კავშირებიც, იმიტომ რომ ყოველ დღე ტვინში იქმნება 4 ახალი სინაფსური კავშირი და 4 ასევე ნადგურდება. და სამუდამოდ გავიწყდება რაღაც. წარმოვიდგინე. ყოველ დღე სამუდამოდ გავიწყდება 4 რამ. და ვეღარ გაიხსენებ. რამდენი რამე არის და გავიწყდა. ხო და ეგენი რენდომზე ხდება, ნებისმიერი შარლატანი ვინც გეტყვის რომ მიიღე ისინი მაშრუმები, ჭვეთები იმაშქენი, ჩაის ტრაქში შეისხია ეგ მიკროდოზინგის ჭვეთები და ნეიროგენეზი გექნება. ეგენი არიან შარლატანები, კაი? არ დაგოიმდეთ მოქსისულელეზე. რამდენიც არ უნდა გითხრან, რომ აი შეგვიძლია დავათრიგეროთ ახალი სინაფსური კავშირის შექმნა. აი ეს პრეპარატი, არა, რენდომზე ხდება ეგ. რენდომზე. და ტვინი ზოგადად არის მორფოდინამიკური სისტემა. და არა ალგორითმული, კაი? კიდე რამე სხვა სისულელეც რო არ დაიჭეროთ. ხო და, ну აი რა უნდა ქნა რომ გაგიმართლოს და ისეთ მომენტში ისწავლო, წაიკითხო, რომ ეგ სამუდამოდ დაგამახსოვრდეს, იმიტომ რომ მაგ მომენტში სინაფსური კავშირი იქმნება. ну მაგისთვის არის ზუსტად და არა მხოლოდ მაგისთვის ინტერვალური გადამეორება. მაგალითად ახლა დღეს დილით რაღაცა ტექსტ ჩაუჯექი, რამე რუმე დავამუშავე, დავიმახსოვრე, ამოვწერე რამე რუმე და გავიდა მაგალითად 5 საათი. ვუბრუნდები და რევიუს ვუკეთებ. ვიმეორებ. არ უნდა იტანჯო მაგ დროს, არ უნდა სცადო, რომ ვაიმე ახლა არ მახსოვს, ვაიმე ახლა ის სიტყვის არ დაისტრესო თავი, კაი? ხო და შემდეგ 5 საათში ვუბრუნდები, მაგალითად დილით ვისწავლე, შემდეგ ვუბრუნდები 5 საათში, 5 წუთით, არც კი, 10 წუთით, უბრალოდ უნდა დაარევიუო, გაიარო ხელახლა. შემდეგ კიდევ ერთხელ მაგ დღეს, ასევე 5 წუთით და ბევრი არ არის საჭირო და მორჩა, აქ უკვე ახალი სინაფსური კავშირი რომც არ შეიქმნას, უკეთესად გამახსოვრდება. მაინც კი შეიძლება სამუდამო არ იყოს და რამე, მაგრამ თუ გამოიყენე, გახდება, ან რამოდენიმე დღე მაინც კარგად გემახსოვრება, ხო? და ეგეც ბევრი არის. ამიტომ ეს ინტერვალებით გამეორება ეგ არის კრიტიკული, ანუ იმიტომ რომ შეხედე რა, ანუ დაიწყე ტექსტის კითხვა, გააზრება, მონიშმა, რამე რუმე, ანუ ჩადე ამდენი შრომა, ხო? მაგრამ აი ეს ინტერვალებით გამეორება, გადარევიუება, ეს თუ გამოტოვე, მთელი ეგ შრომა გეღრება წყალში. და არ იყო იმისი მეცე, რომ აი იმ დროს რო აკეთებ რამეს, რომ ოპ, ტვინში შეიქმნება ახალი სინაფსური კავშირი და არა უკვე არსებულზე არ ბენინებს სიგნალს. არ გეგონოს ეგ. კიდე რისი თქმა შეიძლება, რაც და ეს მხოლოდ პირველი ნაწილი არის, რო რამე, კიდე ძალიან ბევრი რამე არის, ახლა უბრალოდ გაგიზიარეთ სხვაში წვეთები. რა არის ისეთი, რაც პირველ ნაწილში კიდე შემიძლია რომ მოვათავსო და არა მეორე ნაწილში. ნუ პრინციპში აღარაფერი, უკვე საკმარისზე მეტი არის რესურსები მოგეცით, მეთოდოლოგია აგიხსენით, იმედია მოტივაციაც მოგეცით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაკეთებული მაქვს, ვიცი როგორ მოქმედებს, წლებია ამით ვარ დაკავებული და ამიტომ დამიჯერეთ, ანუ რენდომზე აქ არაფერი არ მithქვამს. და რაც მთავარია, თუ გინდა რომ ასეთი და ბევრად უკეთესი უნარები შეიძინო, ისწავლო,
და ამ სასუდაო ბრბოზე მაღლა იდგე, რაც ყოველთვის სასიამოვნოა. გაწევრიანდი დახურულ არხზე nikosvanitse.com გელოდებით და იმედია გამოიყენებ ამ ვიდეოს. თუ ტყუილად უყურე, ტყუილად შარეცხე ცხოვრების 30 წუთი. სირცხვილი შენ. ამიტომ გამოიყენე და გელოდებით დახურულ არხზე. დროებით